მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, ეთერშია შუადღის პოლიტიკა, მე გურამ ნიკოლაშვილი ვარ. რადიოს სივრცეზე FM 98-სა და 5-ზე მაუწყებლობთ გაზაფხულის ქუჩის სტუდიიდან. ჩვენ ვაგრძელებთ შუადღის პოლიტიკის მესამე სეზონს, რომელიც დაეთმობა 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და გავაშუქებთ მიმდინარე პროცესს. ორშაბათობით ჩვენ ნიკო კახეთილიძესთან ერთად მოგითხრობთ გამულ პერიოდს და იმ ვითარებას, რომელიც თან ახლავს წინასაარჩევნო კამპანიას, როგორ მიმდინარეობს ეს და ბუნებრივია შევაფასებთ ამ გავითარებულ მოვლენებს, როგორც მოგეხსენება თბილისში მელიქიშვილის გამზირზე ფუნქციონირებს ქართული ოცნების შტაბი, საარჩევნო შტაბი, რომელიც ამავე დროს არის, რა თქმა უნდა, მხარდამჭერთა შტაბი, სადაც ყოველდღიურად მოდიან ადამიანები, მხარდამჭერები და იკრიბებიან და რომელიც გახდა გასული ერთი კვირის განმავლობაში ერთგვარი ეპიცენტრი დაპირისპირების, რადგანაც იმ რადიკალურმა ჯგუფებმა, რომლებიც თავის თავს უწყვეტდებენ უწყვეტი პროტესტის წარმომადგენლებს და შარშან საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ისინი მართავენ საპროტესტო აქციებს და ესე ვთქვათ აგრძელებენ მიუხედავად რაოდენობისა, მათ განმოინაცვლეს და გადაწყვიტეს, რომ ხელი შეუშალონ როგორც შტაბის ფუნქციონირებას, ასევე მთლიანად არჩევნებს და ღიად აქვს დაანონსებული აჯანყება, რევოლუცია, არჩევნების ჩაშლა და ამ ყველაფერს შიდა თუ გარე მხარდაჭერის ფონზე აფიქსირებენ. მე ყოველდღიურად დავდივარ ამ შტაბში, იქ ზოგი მოქალაქეც მოდის, ველაპარაკებით მათ და რაც თავარია, საშუალება მაქვს პირდაპირ დავაკვირდე, როგორი რანაირია ეს პროტესტი, რომელიც მოდის იქ ადგილზე, რას ითხოვს, რა შეძახილები აქვთ, რა უნდათ, როგორ არის ორგანიზებული, ვინ არიან მათი ლიდერები და ასე შემდეგ. ერთ-ერთ გამოსვლაზე, შემდეგ შიგნით ბევრი ხმა არის მის ხოლმე ხანდახან გარეთაც უყურებ, ხანდახან შიგნიდან, ერთ გამოსვლაზე მოვისმინე მათი ლიდერის ძალიან კაფეო გზავნილი და შეძახილი. რომ ეს ქალაქი ჩვენია და დანარჩენები ვინც მათ არ ემხრობა, ისინი არიან უცხოები და სასურველია წავიდნენ. მოკლედ ჩვენ დავიწყებთ ამაზე ლაპარაკს და კიდე სხვადასხვა ასპექტებზე, ამიტომ გადავალ პირველი კითხვით ბატონ ნიკოსთან. ვისია ეს ქალაქი? მოგესალმებით. ქალაქი თბილისელების არის და საქართველოს მოქალაქეების არის ქალაქი და ბუნებრივია წინა გადაცემაშიც ვთქვი, რომ მათი ძირითადი მიზანი არის დაზიანება მოგაყენოს. ანუ ნებისმიერი ლოზუნგი, ნებისმიერი ქმედება, რომელსაც თქვათ კანონსაწინააღმდეგოა ეს თუ ქმედება, რომელიც კანონში ჯდება, ყველა მთელი ძალისხმევა არის იქითკენ, რომ მოგაყენოს ზიანი. მაგრამ იმავდროულად ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, გაცილებით დიდი აქვს ზიანს თვითონ უფრო იყენებენ აი ამ ქმედებებით. იმიტომ რომ ძალიან ისეთი მომენტია რა, აი გარკვეული თბილისს ახასიათებს გარკვეული ხასიათი, გარკვეული ქცევა, გარკვეული ვთქვათ ფიქრი და ვერანაირად ვერ ჯდება აი ამ არ ვიცი სტერეოტიპი დავარქვათ თუ გინდა ამას და გადის საერთოდ რაღაც საზღვრებიდან. მე ვფიქრობ, რომ ის ტრეინინგები, რაც მაგათ გავლილი აქვთ, არის უფრო სხვა შემთხვევისთვის ალბათ რა და ვერანაირად ვერ ხერხდება ეს თბილისში. ჩვენ თუ დავაკვირდებით იგივე უკრაინაში, იგივე სხვა ქვეყნებში მსგავსი ტიპის ღონისძიებებს ატარებენ ესენი და ამ ტრეინინგებით რაღაც შედეგებს აღწევდნენ, მაგრამ არ ხდება ეს ამ ქალაქში. თან რო ვაკვირდები ვერცული ამ მას თავიანთ ხო, მაგრამ ეს მოხდა ამ ქალაქში ერთხელ უკვე 2003 წელს. კი, ეს მოხდა, მაგრამ ეს ბუნებრივია, ეს ხო გამოცდილებად დაიდო, ხო, ამ ქალაქში. ზუსტად ჩემი აზრით, ზუსტად მაგაშია საქმე, რომ გამოცდილებად რომ დაიდო, ეს ამან იმუშავა ძალიან ტრაგიკული იყო შემდეგ პროცესი რაც მოყვა, მაგრამ როგორც აცრამ ესე იმუშავა, ამიტომ დღეს ბევრად მეტი არის
მედეგობა მსგავსი ქცევის მიმართ. მე მოვიდე, გამოვიწვიო პროვოცირება მაქსიმალურად იმისათვის, რომ მე მივიღო გარკვეული კადრი იმისათვის, რომ თქვა, რომ ვიღაცამ ქალზე იძალა და ვიღაცამ მაჩვენა თავისი არასასიკადულო ადგილი და ასე შემდეგ, სწორედ იმისათვის ყველაფერი დადგმული და ამას ჩვენ ყოველდღიურად ხედავთ, იმისათვის, რომ შემდეგ აი აქედან დავიწყოთ ხრობა, აი ნახეთ ვინ არიან, აი ნახეთ როგორ ჩვენ როგორი კარგები, სწორები, მართლები, კულტურულები და ესენი ველურები და შესაბამისად ქალაქი არის ჩვენი და მათი არ არის. ბოლოს გამოდის აქედან დასკვნა, მაგრამ როცა ანატომია ამ პროტესტის არის სხვანაირი და სხვათა შორის დღეს ვნახე ვიდეო ბატონი გია ხუხაშვილის, რომელიც ეთერიდან იყო ნაწყვეტი, სადაც ჩამოაყალიბა მთელი დოქტრინა სამოქმედო გეგმა რა. ის კმარის წევრი მე მგონი არ ყოფილა, მაგრამ ამის მიუხედავად ახასიათებს მსგავს რაღაც დოქტრინებს ეს გადამდებობის პრინციპი, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ყველანაირი პროვოკაცია უნდა მოვაწყოთ იმისათვის, რომ ხელისუფლებამ ვაიძულოთ, გააყალბოს არჩევნები თუ მოკლედ რაღაცა ისე ვერ გააკეთოს, ანუ ზეწოლა გააკეთოს ამორჩეველზე, რომელიც შემდეგ იქნება ერთგვარი ესეთი საბაბი, ტრიგერი იმისათვის, რომ დადგეს სურათი, რომ მე მოკლედ ხალხმა რევოლუცია მოაწყოს. ანუ ეს პირდაპირ ეთერში თქვა. მაგრამ სასაცილო აქ ისაა, რომ თხრობა დაიწყო იმით, რომ რა თქმა უნდა პროვოკაცია უნდა მოვაწყოთ ჩვენ. ანუ რასაც ჩვენ ვამხელთ ხოლმე და ვიცახით, რომ ეს რაც მედიაში გადაიცემა სურათი, ეს არის ხელოვნურად კონსტრუირებული, სწორედ აი ამგვარი წერტილოვანი, ისინი რომ ეძახიან მშვიდობიან მეთოდებს, მათი გამოყენებით ეს ბატონმა გიამ პირდაპირ მოყვა. ანუ მე გეთანხმები, რომ ეს დიდ გრძელვადიან შედეგს ვერ გამოიღებს. ადამიანები აი რაც არ უნდა დადგმული იყოს კადრი, მაინც გრძნობენ რაღაც ყალბს და ხვდებიან, რომ რაღაცა ხელოვნურია. მაგრამ არ აქვს რაღაც საზოგადოების ნაწილზე ამას გავლენა? არა, რა თქმა უნდა აქვს, მაგრამ უყურე აქ თავი თემა რა არის, რომ უმრავლესობა არ უჭერს მათ მხარს რეალურად, გესმის? და ყველა ის ქმედება, რომელსაც ჩადიან, როცა რაღაც კრიტიკული ესეთი მდგომარეობა, მაშინ კიდე შეიძლება ალბათ იმუშაოს ამან, მაგრამ ამ შემთხვევაში უმრავლესობა არ უჭერს მათ მხარს იმთავითვე, ანუ ამ მოცემულობაში არიან და ბუნებრივია ნებისმიერი ვთქვათ, აი მსგავსი ტიპის ქმედება იწვევს კიდევ უფრო მეტ გაღიზიანებას. აი დავაგე ლოზუნგი ახსენე შენ წერან, რა ლოზუნგები აქვს, აბა მითხარი. აი რაღაცა ისა აქვს ხო, რაღაც არჩევნებია ეხლა, ნაწილი ბოიკოტს უცხადებს, ნაწილი ვთქვათ, შემოვიდა ამ არჩევნებში, ლოზუნგები რა არის? რომ დააკვირდე, ყველა არის ჰაერში დაკიდებული რა. იგივე ვთქვათ იმ პოლიტიკური ჯგუფების, რომლებიც იღებენ მონაწილეობას. დაახლოებით იგივეა რა, რომ ქალაქი უნდა გამოვგლიჯოთ და რაღაცებს იძახიან, რომელიც ქალაქი ჩვენია და რაღაცა ეს. ხო, ეგეც არის, მათაც აითვის ეს. ხო, აითვის ეს, ხო, იმდე თავიდან მაგით დაიწყეს პირდაპირ ერთ-ერთი მთავარი ლოზუნგი იყო ეს, რომ ქალაქი უნდა დავიბრუნოთ, გესმის? აი, რაღაცა ესეთი მომენტია, ჯერეთი გავყვეთ ხა, როდის იყო შენი შევინახარ, რა გინდა, გესმის? ანუ გელაპარაკებიან, დააკვირდი, უმრავლესობის სახელით გელაპარაკებიან. და აი მესიჯს ავითარებენ რა, რომ უმრავლესობა ჩვენ ვართ და ხელისუფლება არ გვიწევს ანგარიშს და ასე შემდეგ, ხო? ეს რეალურად ეგრე არ არის და ის კარგად იციან თვითონ. ხო, მაგრამ ნახე იმ მათ ინსტრუქციებში ეს რაღაც წერია, რომ უმრავლესობას თუ 100% იღებ მოსახლეობის, აქედან გეუბნებიან, რომ უმრავლესობა ყოველთვის არის პასიური, კონფორმისტი, არააქტიური და საბოლოო ჯამში ის გაყვება აი ვინც არის რაღაცა ხმამაღალი უმცირესობა იმის გზას. ამიტომ თუ ეს უმცირესობა მოახდენს ერთგვარად რაღაცა აი ამ დისკურსის განსაზღვრას და გარკვეულად ცნობიერების გადატრიალებას, ის რაღაცა უმრავლესობის რაღაც დიდი ნაწილი არის პასიური და ის იმისთვის სულ ერთია ვის გაყვება, ამას გეუბნება. ამ უმრავლესობას უყურე უფრო აქტიურს ხდიან თავიანთი ქმედებებიდან გამომდინარე, გესმის ეგ მომენტია. იცი, მაგას ახლა ცოტა ჭირდება, ახლა შენ ის ადამიანებიც, რომლებიც თქვათ, ნუ პოლიტიკასთან შორსგან კი მიდის არჩევნებზე აძლევს ხმას, მაგრამ მეორე პროცესებიდან გამორთულია, იმიტომ რომ რაღაც თავის საქმე აქვს, რაღაცა ისა. ხო და ეს ხალხი უფრო აქტიური გახდა. აი ამ ჯგუფის
წინააღმდეგ. მაგრამ შენ როცა მიდიხარ ადამიანს ეუბნები რომ უნდა დავიბრუნო ქალაქი, იმიტომ რომ ეს ჩვენია და აქ ხა მაგას ხომ მნიშვნელობა კიდე ვინ ამბობს ამას რომ დავიბრუნო ქალაქი, ხო? ხა მაგას ამბობს ვთქვათ ადამიანი ვისი პირითაც ხდება გახმოვანება, რომელიც ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს რომ მე თბილისელი ვერასდროს ვერ გავხდებიო. არა, ამასთან ისე ამბობს, ნიშნის მოგებით რომ რა თმინდა საერთოდ რომ გავხდე. მე უფრო მე თბილისელი ვერასდროს ვერ გავხდებიო. და არ გჭირდება, ხდები ეს. და ამ დროს ეს იგივე ადამიანი ამბობს რას? რომ უნდა დავიბრუნო ქალაქიო და საერთოდ რა კავშირში ხარ მაშინ ამ ქალაქთან, ხო? აი ლოგიკურად ხო მივდივართ იმას. რუსული დიპლომატიური სკოლის აღზრდილი, სადაც მე სპეციალური მუშაკებიც მზადდებიან, მოდის გუშინ მელიქიშვილის საარჩევნო შტაბსთან და აწერს რუსული ოცნება და აწერს რომ აქ ყველა ვინც არის, ყველა არის რუსი. ანუ ეს ადამიანი, რომელიც დღემდე იღებს დაფინანსებას რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან ოფიციალურად ჰონორარის წინაპრის ჰონორარის ქვეშ შეფუთულია. ანუ ეს ოქსიმორონობას უკვე ხალხი მიეჩვია და რა თქმა უნდა გეთანხმები რომ უმრავლესობა ამას ხვდება რომ ეს სრული სიგიჟეა. და აქ უკვე ჩნდება მორალიზმის მომენტიც, რომ ანუ ჩვენ კარგები თქვენ ცუდები, ჩვენია შესაბამისად იმიტომ რომ კარგები ვართ და თქვენ ცუდები ხართ, ეუბნება ეს კანდიდატი, რომელიც ამბობს რომ თბილისელობა არ მჭირდება ხალხს რო იცი არის ეს უნდა გამოგვლიჯო დავიბრუნო და რაც თავარია მე მართალი ვარ ესე ვთქვათ იმიტომ რომ ნახე მე ყოველთვის ბოიკოტში გავდივარ ანუ ხმა მომეცით იმიტომ რომ მე ვიყო რაღაცა ბოიკოტში გავწიო წინააღმდეგობა ამ სრულ შეუსაბამობას ეხა გადახვედი ისეთ საკითხზე რაც ქვია რომ რა მოაქვს ამას არაფერი არ მოაქვს იძახი რომ ეს კონტრპროდუქტიულია ის მდუმარე უმრავლესობა კიდევ უფრო ის ხდება გაუცხოებული ამ ხალხის მიმართ მაგრამ ამას ხო ერთგვარად რაღაცა ცოდნა ჭირდება როგორ გააკეთო, რა გააკეთო, როგორ ელაპარაკო ახოს და თუ ბუნებრივია არც თბილისელი ხარ და შეხება არა გაქვს, ბუნებრივია რომ ის რაღაცა ენა არ იცი. ან ყოველ შემთხვევაში შეიძლება როგორც შენ ჩამოხვიდე ცხოვრობ თბილისში, ესეც ჩამოვიდა უამრავი სხვა ადამიანი და მარტო ის მიგაჩნია შენ აურჩევლად იმათ ესმით? არა, თბილისში ჩამოსულზე არ არის ლაპარაკი, ხო? თბილისი ჩამოვიდა და თბილისი გზნობს, თბილისი უყვარს და ასე შემდეგ, ხო? ამ შემთხვევაში რაც ვახსენებ თქვათ ამ კანდიდატის მხრიდან მან პირდაპირ მე თბილისელი ერთ კატეგორიული ის იყო ეს რა ქვია იმპერატიული ის იყო მე თბილისელი ვერასდროს ვერ გავხდები გესმის აი ეს არის უკვე სხვა რაღაცა ხო მე ახლა საქართველოს სხვა ქალაქები ძალიან მიყვარს და აი თელავი მაგალითად ძალიან მიყვარს რა მეც კი არ ვიტყვი მაგას არასდროს იმის მიუხედავად რომ არანაირი ბმა თქვათ ჩემი წარმოშობიდან გამომდინარე მე რაჭველი ვარ თელავთან არა მაქვს მაგრამ თელავი ჩემი ქალაქია ქუთაისი ჩემი ქალაქია ბათუმი ჩემი ქალაქია მაგას ვერ მათქმევინებ გესმის ამას რო ამბობ კაცი და იმავდროულად მე ამბობ რომ უნდა დავიბრუნო ესო ცოტა ეს არის რა არანაირი ლოგიკა ამაში არ ჩანს და სხვა შორის ხა შენ რო ახსენე რუსული განათლება მიღებული ესეთი ბევრი ყავთ მათ ერთ-ერთი დეპუტატიც არის არ მინდა ეხლა ყველაფერზე ესე შორს აგვიყვანს უბრალოდ საუბარი რომელსაც ასევე იგივე სასწავლებელი აქვს დამთავრებული და რაღაცა ისეთი ტექსტებით გამოდის ცოტა უნდა მე რას ფიქრობ იცი მე იმას კი არ ვამბობ რომ სადღაც რუსეთში რო დაამთავრა იმასაც მნიშვნელობა აქვს რა აქვს დამთავრებული იმიტომ რომ იქ სხვადასხვა დონის შეხება აქვს თქვა რუსულ სპეცსამსახურებს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებთან ხო მაგას კი არ ვამტკიცებ ესე რომ გინდა თუ არ არის ბინაიდან ეს აქ დამთავრებული ეს არის ჩვენი მტერი მაგას კი არ ვამბობ მაგრამ ეს როგორ გავლილი რაღაცნაირად ცოტა ჟარგონს ვიყო ცოტა მოგუდულად ხო შეიძლება და აღარა ან მოგუდო აღარა მე რა პოსტავას ტექსტებით ნუ დამელაპარაკები იმიტომ რომ მე ეს ვიცი და მეცინება ესეთ რაღაცაზე გესმის და მაგრამ შენ ამოდიხარ შენ როგორც კი იქცევი არა ბუნებრივად ან მიახლოებითაც არა ხარ აი ვერც უახლოვდები ვთქვა აი რეალურად ამ ქალაქის ბუნებას ხო უკვე ის განგიზიდავს თავისთავად იქ უკვე ხანდახან ეს ხშირად გონიერი აქტიც არ არის იმის სმენელის მხრიდან ეგრევე განიზიდავს გესმის არც ფიქრდება მაგაზე რომ ვთქვათ აი რა თქვა და უკვე всё გასაგებია მისთვის შეიძლება ქვეცნობიერშიც დაიდოს ვთქვათ ეს ისა პლასტი რომ ამას ხო რა
რა თბილისის მერი, რის თბილისის მერი, ხო, გესმის? აი ეს მომენტია. მე მაგასთანავე არავლენს არანაირ თქვათ დამოკიდებულებებს თავის აი პროგრამას, რასაც ვიძახი. ხო, პროგრამა ის ხო არ არის აქ აუცილებლობა არ არის, ხო, და პროგრამოდ გამოდიან, საუბრობენ რაღაც რეაქციას აკეთებენ კონკრეტულ რაღაცებზე, რასაც თვლიან. და რაღაცა ხო უნდა თქვა, ხო? ამას ვაპირებ, იმას ზოგადია ეს ყველაფერი, ხო? თქვა მე მივხედავ, თქვა აი იმას, რა ქვია, ავარიულ სახლებს, მე პენსიას გაუზდი სიტყვაზე ვამბობ, წინა იმაში ქონდათ 1000 ლარამდე. როგორ აკეთებ ამას? ეს ხო უნდა მოყვე დაახლოებით მაინც რა. ეს ამ იმაში არც შემოდიან საერთოდ გესმის და ეს განაპირობებს იმას, რომ კიდევ ამბობ, ყველაზე კარგ შემთხვევაში მათი ნებისმიერი მსგავსი აქტი არასერიოზულად აღიქმება, ხო? და რჩება მხოლოდ ამომრჩეველს ის აზრი, რომ ამ ადამიანებს უბრალოდ უნდათ ხელისუფლება და დანარჩენი რაზეც საუბრობენ, ეს ყველაფერი არის ტყუილი მარტივად რა. არა, არსებობს მეორე თეორიაც, რომ პირიქით რაც უფრო ვიქნებით უტიფრარი, ხისტი მიწოლით, აი ამ ეკრანული ბრძოლა, რაღაცა ციფრული სოციალური ქსელები, ამით ვაჩვენებთ მუხტს და აი ეს რაღაც მდუმარე უმრავლესობას ესე წამოვიყავთ. ანუ ეს თეორია არსებობს და ეს 2003 წელი თუ არ ვახსენე იმ მომენტში, რომელიც მე რევოლუციად მონათლეს და შეფუთეს ეს ჩვეულებრივი რაღაცა ძალადობრივი გადატრიალება, ხო? მოხდა ერთ ქუჩაზე. და ამიტომ ეს პრეცედენტი რახან არსებობს და ის ადამიანიც არსებობს მართალია სხვა და შენობიდან გველაპარაკება, მაგრამ ეს მაინც ვიღაცას კვებავს და იმ რაღაც ძალიან რადიკალურ ჯგუფს ახალისებს, ვინც მერე სხვა რაღაც ჯგუფებსაც ითრებს. რა არის გურა? მე ვთვლი, რომ უბრალოდ აი მსგავსი ტიპის ქმედება თქვათ იმედს აძლევს იმ ადამიანებს, ვინც მათი მომხრეა. ანუ უფრო შეიძლება გამაერთიანებელი როლი კონდეს ამას, აი მსგავსი ტიპის ქმედებას და ლოზუნგებს იმ ადამიანებისთვის, ვინც თქვათ მათი წიაღიდან მოდიან, რომ რაღაც შეკრან ეს ხალხი გააერთიან. ეს არ ამგონია მე, რომ თქვათ ეს მათი ამომრჩევლის რაოდენობა ზრდის. არ ამგონია. ხო და ოღონდ დოქტრინასაც სხვა შორის ხა ხო დავდივართ ამ ხალხში. ხო არის ის ხალხი, ვისაც თქვათ ოცნება არ უნდა არ მოსწონს, ხო? ამ ხალხშიც იმას იწევს, ხო, ესა გამიზია. ხო, დოქტრინა სხვა არის, ჩვენ აი აქ პატარა ლოკალურ ადგილას რატო არის რუსთაველი მნიშვნელობა? აი აქ იმიტომ იქ ხდება ეს ყველაფერი. იქ თუ გადავატრიალეთ. საქმე რაში? მე ყველაფერი ჩვენია. ამიტომ პატარა ფრონტი უნდა გაარღვიოს. საქმე რაში, იცი? რომ ეს არის, ვთქვათ, მათი მასწავლებლების უნივერსალური რაღაცა ფორმულა, რა ფორმულითაც ისინი მოქმედებენ. მაგრამ ის ადამიანები, ვინც ვთქვათ, უფრო მეტად გაიაზრებენ რა ხდება, ეს ფორმულა არ მუშაობს ყოველთვის. მოცემულ სივრცეში და მოცემულ დროს ეს არ მუშაობს ხშირად. მე საერთოდ გონია, რომ ჩვენ ვაზვიადებთ, ვთქვათ, მათი მასწავლებლების ნიჭს და უნარებს. იმიტომ რომ რამდენიმე ქვეყანაში ეს მოხდა, ვთქვათ, და ბუნებრივია არც ერთ ქვეყანაში ამან არ გამოიღო, ხო, ესეთი იმ კონკრეტულად იმ ხალხისთვის საუკეთესო არჩევანი არ მოხდა იქ, ხო? პირიქით ეს ქვეყნები ისა მე არ მგონია სხვათა შორის რომ მას რაღაცას ვაზვიადებთ, იმიტომ რომ ეს მიდგომა, როცა ის მასწავლებელი თავის აი შეგირდებს, ეს ტრენერი თავის რაღაც მოწაფეს რაღაცას უხსნის, მას ეს ვერ ხვდება. ის გონია რომ პირდაპირ ასწავლის, რომ ნახე აი ქცევის ალგორითმი ესეთია, ესე იმოქმედება, რაღაც შედეგს მიიღებ, მაგრამ მასწავლებელმა კარგად იცის, რომ ის რომ დამარცხდეს, თვითონ შედეგს იღებს, იმიტომ რომ მან შექმნა პრობლემა, მან დააპირისპირა, მან დაასუსტა ქართული სახელმწიფო, მეტად შეუწყო ხელი იმ რაღაც იზოლაციაში მოქცევას. ეს მას აწყობს ძალიან მშვენი და ყავს რაღაც რაოდენობა ხალხის, εν რაოდენობა ხალხის, რომელიც მომდევნო პროვოკაციის ხო, იმიტომ რომ შენ თავარი ეს ხალხი შენ ყავს გვერდზე და ეს დაგეხმარება. შენ თავარი ასწავლო რა რაღაც მართალი. ხა ეხა უსმენ ხოლმე რა, ეხა ეს მოიგონა ხაბეიშვილმა, რომ ეხა 4 ოქტომბერი დათქვა არჩევნების დღე, რომ არის პირიქით გაატრიალების დღე, უნდა შევიკრიბოთ და შემდეგ ავიცი თანამედროვე გამოჩნდებოდა ალბათ გეგმაშიც რა იყო, რომ ეხა საარჩევნო ბუნების საბოტირებას და პიკეტირებას მოახდენდა თუ ერთ ადგილას შეიკრიბებოდნენ ასე შემდეგ, მაგრამ ეს დღე დაანონსდა.
ის პირდაპირ ჩაება იმ საქმიანობაში, რის გამოც მას ახლა პასუხისგებლობა მოუწევს, გინდა თამის შეთავაზებით თუ რაღაც დამხობისკენ მოწოდებებით, მაგრამ ახლა სხვა ადამიანებმა აიტაცეს და იმ აქტივისტებს, აი ეს ხაბეიშვილი კიდე პირდაპირ დაკვეთით მუშაობს და ის აქტივისტები, ვინც წინახაში განან და რომელსაც ვერ მიხვდები, უბრალოდ სასარგებლო იდიოტია თუ მანაც რაღაცა განზრახ მიდის ამაზე, იძახის რომ აი ხედავთ 4 ოქტომბერი რა მნიშვნელოვანია და ასხივებს აბსოლუტურ წმენას იმისას, რომ რაღაც შეიცვლება. მე ეს ძალიან კარგი მაგალითია იმისათვის, რომ გავახსენოთ, რომ ეს პროტესტი რატო იწყებოდა, რომ ზუსტად აი ესე აჯერებდნენ ერთმანეთს და რაღაც ხალხის ნაწილს, რომ 26 ოქტომბერს ეს ცვლილება უბრალოდ გაფორმება ჭირდებოდა, მეტი არაფერი. საარჩევნო სისტემა იყო არაჩვეულებრივი, საარჩევნო კამპანიაც ჰქონდათ არაჩვეულებრივი, 4 პარტიად გაშლილი და უბრალოდ უნდა გაეფორმებინა და აი ეს ელდა ეცათ, რომ სხვა შედეგი დაინახეს და სათქმელიც არაფერი ჰქონდათ. უბრალოდ შეუძლებელი იყო ამისი აღება. ეხლა მორიგია ესეთი ჩაფლავების დღე აქვს და ანონსებული ოღონდ სრულად სწამთ, რომ 4 ოქტომბერს რაღაცა შეცვლა. მაგრამ ეხლა 2003 წელი მე ძალიან კარგად მახსოვს. 2003 წელს სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოშლილი იყო ფაქტიურად. ხო გესმის, რატომ აკეთებენ აქცენტს? ეხლა იგივეს ეუნება ის, ეხლა ჩამოშლილია, არაფერი აღარ არსებობს, ეუნე. აბა მოусმინე, წაიკითხე რა. გავიგე, რას ეუბნება სხვა არის, მაგრამ რეალურად რა ჩანს, ხო ხედავთ, თუ იმის სახელმწიფო მყისიერად აკეთებს რეაქციას. და მიმდევარს თუ ჯერა ამისი? არ ჯერა. ნუ არა, მე მგონია რომ რა არსებობს რაღაც ნაწილი, ვისაც ამისი აბსოლუტურად ჯერა. მოუბრალოდ მანტრასავით რაღაცას იმაშვებიან, იმეორებენ, კი, ვიღაცა შეიძლება დააჯერო, მაგრამ რეალობაში ეს რო ესეა, სახრიდან რო გამოდიხარ და პოლიციაა და თქვათ, რატო აწვევიან, თქვათ, იგივე აი მას, რა ქვია, კორუფციას ისე ვიძახი. რომ აი კორუმპირებულები არიან, რომ ვინაიდან ადამიანი კორუმპირებულია, თქვათ, ამ ხალხს ისე ვიხმარ ჟარგონს ჩვენ დავითრევთ და ის რაც თქვათ იმის ქმედებაშია და იმის ლოზუნგებშია ხაბეიშვილის ხო 200,000 მივცემ და ეს ამ იმავდროულად არა ეს მე მგონი ეს მე ასე ხარისხოვანი გონია ეს კორუფციაც არის იმ ძველი სახელმწიფო რომელიც 2003-ში მუშაობდა იმიტომ რომ ძალიან დიდი გაჭირვება იყო ქვეყანაში დღეს სხვა რამეს უფრო უთხრიან ძირს რომ ეს აი დღეს სხვა შორის თბილისის მერმაც აღნიშნა ეგა რომ ეს რეალურად არის წინსვლა რეალურად არის ეკონომიკური სიღარიბე არსებობს მაგრამ ყოველ წლიურად ეს მცირდება ეს მაჩვენებელი. ხომა ეს ჩანს, ხო, წინსვლა რო არის ხა. იგზნობა ხალხი მუშაობს და აქ ვეღარ ყიდის შენ ამ კორუფციას. მაგას ვიძახი. ეს შევარდნაძის დროს იყიდებოდა. მაინც უყურე კორუფციის თემას რატო ვახსენებ, იცი? ვინაიდან ფულის დარიგებაზე წავიდა საუბარი, რომ მე გადავიხდი 200,000, ესე ჯერ საიდან, ხო ჩდება კითხვა უბრალოდ, საიდან იხდი ამ ფულს? თქვათ მოგროვდა 10 კაცი 2 მილიონს თქვათ და უფრო მეც როგორ იხდი აი საიდან იხდი ამას ხო ნუ რო შევცვლი ხელისუფლებას გაგაგულაკებ ეგერ და გამოვიდა ნუ ეხა ეგ და ეგ რა არ მოხდა 2003-ში კი მოხდა და ზუსტად ეგ თემაც იყო რომ თქვათ უბრალოდ ეგეც აშფოთებს ხო ვიღაცებს ადამიანებს ეგეც მომენტია მე რა აქვს იცი ვერ დააჯერეს რაღაცეები გესმის აი ეს პრობლემაა ანუ ამას კონკრეტული ადამიანები ვერ აჯერებენ ხალხს, რომ თქვათ, აი რასაც ეუბნებიან, რომ ესე მოხდება, ვერ დააჯერებს, ნუ ეხლა. კაცო, იმან თვითონაც რომ ვერ აჯერებს, მაგრამ ამისთვის ნახე, ამისთვის მათ შესაბამისად ფული აქვს აღებული ამ ღონისძიებებში და ამ ღონისძიებებში შენ რას ფიქრობ ეხლა, რომ ეგენი მაგას ხო ეთყობა კიდევაც ფსიქოლოგი დააკვირდები ადამიანს. აღარ იქნება. მე პატაბურჯულაძე შეხედე ხა. სახის გამომეტყველებით შეხედე ხა პატაბურჯულაძეს ჯერა ეხლა. შენ როგორ ფიქრობ, გონია რომ ჯერა მას რომ 4-ში აღარ იქნება ეს ხელისუფლება. ნუ წარმოიდგინე ხო ეს ხო ჩანს. პატაბურჯულაძე ისეთ რაღაცებს ლაპარაკობს ამ ბოლო დროს რომ უკვე მე გამეჭირდება რამის გამორიცხვა, იმიტომ რომ პატაბურჯულაძე ანუ აღმოჩნდა რომ შენ იყო თავის დროზე მოსერად კაბალიესთან ერთად ვღეროდეს, საერთოდ არ განიჭებს არანაირ უპირატესობას პოლიტიკურ ველზე, შეიძლება იყოს ჩვეული, ანუ ვიღაც აქტივისტი და გონებრივი შესაძლებლობით საერთოდ არ განსხვავდება. ჩვეულებრივიც ვერ არის. აღმოჩნდა რომ ხმასა და გონებრივი კოგნიტიურ უნარებს შორის ყოფილა ძალიან დიდი სხვაობა. რასაკვირველია, აქ პატაბურჯულაძე ჩემი აზრით გამოყენებულია თუ შეიძლება ესე ვთქვათ იმისთვის რომ ის საერთაშორისო ასპარეზზე კონკრეტული მიმართულებით ოპერის მიმართულებით ცნობილი ადამიანია და შესაბამისად პატაბურჯულაძის დაზიანება
მოერიდებიან. აი, ექვე ტექსტი ეგაა. ხომ არა ეს ხო პაატას არჩევანია რომ გამოაყენებინოს ვიღაცას თავი, ხო უნდა მიხვდე, მაგრამ აღმოჩნდა რომ თუ ვერ დიწერს ოპერას, შენი ფუნქციაა დაიზეპირო, კარგი ხმა გაქვს და იმღერო და ანუ დაიც ერთ-ერთი პროფესიის შემადგენელი ნაწილი დაზეპირებაა და ეხლა რაღაც მესიჯებს იზეპირებს. კაი, შევეშვათ პაატა ბულჭულაძეს, თავარი სხვაგან მივდივარ, რომ მე მგონია რომ მიდგომა არის ის, რომ რასაც ჩვენ სუიძახი, რომ აი უმრავლესობა ხალხი, თბილისელები, ესენი ამას ვერ იღებენ. ანუ ტაქტიკა ძალიან მარტივია, რომ ეს ხალხი ზუსტად სიმწარე უმცირესობის მოდის სწორედ იქიდან, რომ მათ ვერასდროს ვერ გამონახეს ის ალგორითმი, როგორადაც უნდა დაელაპარაკო უმრავლესობას და ვერ ნახეს ის ადამიანები, ვისაც ეს უმრავლესობა მიიღებს. ამიტომ მაპატი გაწყვეტინებ, აი ზუსტად მაშინაც კი სააკაშვილის პერიოდში, როცა არჩევნები გამოაცხადდა, მან ლევან გაჩეჩილაძესთან თბილისი წააგო მაშინ. 2008-ში. ხო. და მე მანდ უკვე ტექნოლოგია იყოს, რა უჭერს მე მაგას. აი, რატო ვიცი, მე თბილისზე ვლაპარაკობ და ამ შემთხვევაში, ხო? თბილისი მაშინაც ვერ იღებდა ამას. და ეგრევე პროტესტი, ეგრევე ის უარი უთხრა 2008-შიც. და ეს არ არის ესეთი ფაქტორი რა, ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია. ჩვენ მე რო ვამბობ ამას, რომ ეს მიუღებელია ამ ქალაქში მაცხოვრებელი ხალხისთვის, რაღაც ქმედებები, ხო? რაღაც ძალაუნებურად, ეხლა ეს 1500 წლის ქალაქია და რაღაცა ნორმები და ურთიერთობები მათ შორის ეგრეთ წოდებული დაუწერელი კანონი მუშაობს. რა გინდა იმაში კანონის იმაში არ მოაქციო ადამიანის ქმედება, ის დაუწერილი რაღაცები მუშაობს. და ბუნებრივია, ეს მუშაობს მათ საწინააღმდეგოდ. რატო აქვს აღებული, ვთქვათ, აქცენტი ახალ თაობაზე? იმიტომ რომ, ვთქვათ, მათ კიდევ ეს შეგრძნება არ ქონიათ ხო ამ ქალაქის ისე. მერე გაიხსნა სამყარო და ბევრი მათგანი თითქმის უყველა ძალიან ბევრს მოგზაურობს, ხო, გავიდა აქედან, ამიტომ ნაკლებად ისა აქვთ თბილისის სხვა სენტიმენტი აქვთ და ამიტომ აწვევიან ამათ, მაგრამ რეალობაში ეს ხალხი არ არის უმრავლესობა, ხო? ყველა ვარიანტში მიდიხარ იქამდე, რომ აქ ერთადერთი საშიში რა არის, იცი? ამან შეიძლება რა გამოიწვიოს, იცი? რომ ქაოტური ის წავიდა, აი უბანმა, რომელიღაც უბანში, ვთქვათ, რაღაც აქტივისტთა ჯგუფს რაღაცა წინააღმდეგობა გაუწიოს და ვთქვათ, მოაქთინოს, ვთქვათ, რაღაც ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდეს. აი ეს შეიძლება გამოიწვიონ მათ. ხო და ეხლა ნახე ნიკო ზუსტად იგივეს ვიძახი, რომ ის რომ ხელისუფლება შეცვალოს აქამდე არავის არ აქვს, არავის არ უჩნდება. მე ვისაც ვიცნობ, ყოველ შემთხვევაში არავის არ უჩნდება. მათ შორის, როგორც ვახსენე, ადამიანებს, რომლებიც არ არიან ოცნების მომხრეები. ესენი ვერაფერს ვერ გააკეთებენ. აი, სულ ეს ისმის. გარშემო, იმის მიუხედავად, რომ არ არის ოცნების მომხრე. აი ეგ არის. ამიტომაც, იმიტომ რომ ზუსტად უმრავლესობას შენ არ გაქვს, მოდი მე გავაკეთებ, ტაქტიკა არის შემდეგი, აგრესიულ უმცირესობას. ის ვისაც ნაკლებად მოქმედებს ის მექანიზმები, რაც აღწერე, ეს აგრესიული უმცირესობა თავს გაყიდის, ისე უტიფრად ილაპარაკებს, რომ არა ჩვენ ვართ უმრავლესობა, წავა რაღაც ქმედებებზე, რაც ჩვეულებრივი ადამიანი ვერ წავა, შენ შეიძლება თქვა რაღაც მიგაჩნდეს და გამოხვიდე და გამოიყვანო მართლა ძელინე ხოშტარია და აძახებინო ვიღაცაზე რუსო, თქვა რომ იქ რაღაც თავისუფლება პატიმრებს რაღაც და ეს ყველაფერი ესე გაყიდო და ნელსონ მანდელად გაყიდო შეიძლება მზია ამაღლობელი მესმის, მაგრამ როცა მოდიხარ და ყველაფრისთვის ზუსტად იცი, მხოლოდ ანუ არანაირი პოლიტიკური დატვირთვა არ შეიძლება გქონდეს მოსვლას და განზრახ სპეციალურად დედის გინებას. რაც ესენი აკეთებენ იმისათვის, რომ მათ ჭირდებათ ეს პოლარიზაცია და ესე ვთქვათ და იღებენ კიდევაც, აუცილებლად მიიღებენ, მაგრამ ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როცა რაღაც აქცია ეწყობა და მეორე დღეს ვერაფერი ვერ ხდება, შემდეგ მიდიხარ რაღაცა პროვოკაციით. ეს მე რა თქმა უნდა, კაცო, აი იმაზე ლაპარაკი არა, რომ ეს განწერულია დასამარცხებლად და შეუძლებელია, რომ აი ამგვარმა მიდგომა მოიგონოს, მაგრამ ეს ხალხი, რასაც გადაგებს, იმას ვერ ხვდებიან, რომ თქვა, აი ჩვენ რო რაღაც სიტყვაზე ევროპა უნდათ და განმანათლებლობა რო უნდათ და უიზო რეჟიმი რო უნდათ, პირველი ვინც ამას აზიანებს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სადმათვის სათქმელი პირში. ვინც ამას აზიანებს პირველ რიგში, ვინც ქვეყანას უთხრის მომავალს, ვინც აი ოკუპაცია რო უნდა ყველა ძალით შეებრძოლოს და იქ რო დარბის ხოლმე რაღაცა ბინოკლით ის ოკუპაციო ზოლზე ის რაღაც ტერმინატორი რო ყავთ. ანუ პირველი ვინც ამას აკეთებს, არიან თვითონ იმიტომ რომ
ჩვენ აქ გვიცხოვრია საბჭოთა პერიოდში და მოვესწარეთ, ხო, ვიღაც ახალგაზრდა შეიძლება არ მოესწრო. ის უკვე დღეს აკეთებს იმაზე უარეს მოცემულობას, ურთიერთობებს აზიანებს, ქვეყანას აზიანებს, ქალაქში რაღაც საოცარი კულტურა შემოაქვს, რომელიც იმ დროსაც არ არსებობდა, როცა ჩვენ იცვლება ისტორიის მიხედვით, რომ ოკუპაციის პირობებში ცხოვრობდით, ხო, საბჭოთა რესპუბლიკაში ცხოვრობდით. აი, ამას უკვე დღეს აყენებს. ამიტომ ეს არის მნიშვნელოვანი მათთვის სათქმელი, სამხილებელი და მუშაობს გარკვეულწილად სწორ ადამიანებზე, ესეთი მხილება მუშაობს. განსაკუთრებით, ვისაც მე მაგალითად ესე შერჩევითად ვადევნებ თვალს ყოველ ამ აქციაზე და უყურებ ძალიან მაინტერესებს ადამიანი, რომელიც ამაყობს, რომ თურმე მისი ბაბუის სახელი ქვია ქუჩასთან ზუსტად იქ გვერდზე, ხო? სადაც ეს აქცია ეწყობა, რომ ეს არის მეორე გვერდზე ქუჩაზე დაბადებული და გაზრდილი. იმის ორი ქუჩით იქით მე ცხოვრობდი სიტყვაზე და ახლა დაახლოებით ერთი თაობა ვარ და ვიცი იქ როგორი არის ურთიერთობები და რა არის ამაში თქვა საამაყო, მაგას ვეღარ ხვდები. შემდეგ ესეთი ქცევა რატო არის სწორი, რატო ანიჭებს მორალურ უპირატესობას და ეს რატო ხდის მის ქალაქს მისად და არა სხვებისად. ანუ ჩვენი აღარ არის ეს ქალაქი, არის თურმე მისი. ანუ ამაში ამის მხილება და ამის თქვა ყოველთვის მუშაობს და მოქმედებს, იმიტომ რომ მსგავსი იდეების გავრცელებით ხდება რეკრუტირება აი იმ ტიპის ახალგაზრდების, რაც შენ აღწერებ. და ეს ყველაზე კარგად გამოჩნდა კიდე ერთ თემას რომ შევეხოთ. საბედნიეროდ ეს საქართველოში არ მოხდა, მაგრამ გარკვეულწილად აქაც მოხდა, იმიტომ რომ მსგავსი რეაქცია ჩვენ მივიღეთ, როდესაც ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა ლევან გაჩეჩილაძე, რომელიც ოცნებამდელ პერიოდში იყო ოპოზიციის ლიდერი და შენ უკვე ახსენე 2008 წლის არჩევნები და ჩვენ ვნახეთ აი საერთოდ არაფერ შუაში მყოფი ადამიანის მიმართ, იმიტომ რომ დღეს ესეთი აგრესიული უმცირესობა გამოზარდეს, აი ეს ფაშისტური მიდრეკილების მის სიკვდილზე გამოხატული რეაქციები, რაც კიდევ უფრო მძაფრად გამოიხატა, როცა ამერიკაში მოკლეს კონსერვატორი სპიკერი, აგერ ხო და იქ რა რეაქციებიც იყო, მყისიერად ჩვენ იგივე რეაქციები აქ ვიხილეთ. ამიტომ ეს არის ეს გარემოს კონსტრუირება, რითაც ხდება აი ამ ფაშისტური მიდრეკილებებით და პრაქტიკულად ინდულგენციის გაცემით, თუ ადამიანი არ გეთანხმება და ამას უნდა დაერქვას, რომ ესე იგი რაღაცა მოღალატია და ესროლე დახვრეტე ან გიხაროდეს თუ ის გაქრება, ეს არის ნორმალიზებული. ანუ ამ ორმა ფაქტორმა გამოჩნდა ჩვენთან ეს რამდენია ესეთი მაგას ერთი კილა თაფლის ერთ წვეთ იმას შეუძლია ხო ფაქტია რომ ვიღაცა ამას გინერგავს სპეციალურად რომ გაფუჭდეს ყველაფერი კი გეთანხმები მე მაგიტომ ვახსენე რომ თქვა ეს მე ჩემი აზრით მსგავსი ტიპის ღონისძიებები მოდი ბჭყალებში ვიხმარ გათვლილია უფრო მომავალზე ჩემი აზრით ეხლა ძალიან კარგად იციან თვითონ, იმიტომ რომ ეხლა მე კიდევ ამბობ, რომ ბევრ მათგანს ვიცნობ და არ არიან ისეთი მიამიტები, რომ შეეროდეთ იმ სისულელეების რა ლოზუნგებსაც ისინი ახმოვანებენ. არ არიან ეგეთი ტიპები, მაგრამ მომავლის და დააკვირდი კიდე მეორე რაღაცა, შვილების ჩართვის მომენტი, ვთქვათ, ამ პროცესებში, ხო? სულ, აი, მარტივი რაღაცაა რა. მე მაგალითად, ხო, 3 შვილი მყავს. მე რა თქმა უნდა ძალას ვერ დავატანდი მაგაში, მაგრამ ძალიან მინდოდა რომ ჩემი შვილები თქვათ ისეთი პროფესიის ყოფილიყვნენ რომ თქვათ რაღაც კავშირი, დიდი კავშირი თქვათ სახელმწიფო სტრუქტურებთან რაღაც არ ხომოდათ. იმიტომ რომ ვატყობდი რომ ამის ნიჭი არ აქვს, მაგრამ ჩემს შვილს ამის ნიჭი არ აქვს. და რატო უნდა მივაწვევ თქვათ რომ ეს ჩემი შვილი ჩავდო ამაში ხო ის არის უბრალოდ კაი შეიძლება კარგი შეფი გამოვიდეს კარგი მზარეული გამოვიდეს რაჭველი კაცია და მიხედოს ამ საქმეს და იყოს ბედნიერი აი ხდება ამ შვილების ბოდიში კიდე ჟარგონზე შემოტენვა აი ამ თან ყველაზე უფრო ესეთ სიტუაციაში თან დააკვირდი არანაირი თქვა გინდა ეგ გააკეთო ხო რაღაცა სპეციალური სპეციფიური განათლება ხო უნდა მისცე ამისთვის ხო არა ესე პირდაპირ ხდება ამათი ჩართვა ამ მომენტებში და რატო ეს იმ თაობასთან რომ ხონდეთ უფრო მეტი კავშირი რა ვთქვათ ვინც ამ ღონისძიებებს ხმის და იმაშო მაგრამ თავარ კიდევ ვიძახი ეს ხო მაინც მიდის იქამდე რომ რაოდენობა ხალხის ჩვენ რო დავაკვირდეთ რატო არიზდება რაოდენობა ვთქვათ იგივე იმის მომიტინგეების რატო
ხო არის რომ მაგალითად რაღაც რაოდენობა დადის რომელსაც ეხლა დასტურდება რომ ამაში ისინი იღებენ შესაბამის გასამრჯელოს ხო აი სხვა ხალხი რატო არ ხდება ვთქვა ახალი ტიპების გაჩენა რატო არ ხდება ვთქვა იმ მიტინგებზე იმიტომ რომ არ ჯერა ამის მე კიდევ ვიძახი ისევ ამ ქალაქურ ყოფას უბრუნდები ისა აქვს რა გარკვეული განზიდვა აქვს ამის რომ ესეთ ქცევას არ მიესალმებიან თვითონ არ უნდა იყვნენ ნაწილი მსგავსი ტიპის ღონისძიებების და მაგიტომაც არ დადიან ხო ეს კიდევ ვიმეორებ მე რომ ამ ხალხში არის ისეთი ხალხის ვინც ოცნებას ხარს არ უჭერს მაგრამ მსგავსმა ქმედებებმა ეს კონტრპროდუქტიული გახადა მათ შეეძლოთ რაღაცნაირად მიემხროთ ეს ხალხი და ვერ მიიმხრეს მე კიდე არის რაღაც რაოდენობა ხალხის უყურე როგორ მუშაობენ მშობლების თაობაზე მუშაობენ შვილების მეშვეობით გესმის ხო დააკვირდი ხშირად ისმოდა რაღაცა რომ ვიღაცა მამას ელაპარაკებოდა ის ერთ-ერთი იყო თუ გახსოვს რაღაც დედამისზე თქვა რაღაც აღარ მახსოვს რა რაღაც მსგავსი ტიპის ის იყო რა რომ ოჯახს ფაქტიურად გადაუდგა რა ტიპი და ეს რაღაც მაგალითად ამის მაგალითად ქცევის მცდელობა ჰქონდათ ხო აი დააკვირდი ეგეთ რაღაცებს რა და ეს უბრალოდ ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე დარწმუნებული ვარ მაგას რომ თბილისი ვერ მიიღებს ხო იცი რა არის მე რა ხდება იცი აი უკრაინის მაგალითი ეს ხო თვალნათელია ხო ხედავს ადრე ვთქვათ მეც იმ თაობაში რო ვიყავი ჩემს სიკმაწვილეში და ახალგაზრდობაში რაღაცის მჯეროდა აბსოლუტურად გაუაზრებლად ხო გაუაზრებლად ვიღებდი ამ ინფორმაციას რომ ერთმნიშვნელოვანი ვიყავი რომ ეს არის ცუდი ეს არის კარგი ეს არის ცუდი ეს არის კარგი ჩვენ უნდა ვისწრაფოთ კარგისკენ დღეს ახლა უკრაინის მაგალითმა რა გააკეთა დააკვირდი ასეთ ქვეყანა ასეთ მდგომარეობაში ყოფი ქვეყანა არც ევროკავშირში არ მიიღეს არც ნატოში არ მიიღეს ამასთან ერთად უკვე ყველა გზნობს იმას რომ თქვათ ევროპული ქვეყნების საკმაო ნაწილი ცდილობს რომ უკრაინა გამოიყენოს როგორც მასალა საომარი მასალა რომ თქვათ აი როგორც ხმნიან თავის იმას რომ რუსეთმა თქვათ მათ ქვეყნებში ვერ შეაღწიოს და უკრაინა გაწირეს რეალურად ეს ნებისმიერი ხა ტრანსპარენტული გახდა ეს სამყარო ხო მე მაშინ არ იყო ეს ინტერნეტი და ეს ნებისმიერ ინფორმაციას ახლა იღებ გაცილებით უფრო ინფორმირებული შეიძლება აღმოჩნდეს ჩვეულებრივი მაგალითად სკოლის მასწავლებელი ვიდრე სხვა ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსი რომელიც კიდევ სხვა საქმეებით არის დაკავებული ამას ხო ანალიზს უკეთებს ხო ჩვენ დამოუკიდებლად აი ამ პროცესებისგან დამოუკიდებლად ამას უყურებს უამრავი სააგენტოა მსოფლიოში რომელიც აი იგივე უკრაინის თემებს სხვადასხვა რაკურსით იმაშვება რა ქვია იხილავს და ანალიზს უკეთებს ამიტომ ეს უფრო მძიმედ გამოუვათ მათ სიმართლესთან ახლოს უფრო ჩვენ ვართ გესმის ეგ მომენტია შეიძლება ბევრი რაღაცა არ მოეწონოს ვიღაცას ოცნების ან კონკრეტული ადამიანი არ მოეწონოს მაგრამ საბოლოო ჯამში ესეა ხო საბოლოო ჯამში ბუნებრივია რომ ის სოფხედველობა რომელსაც შენ წარმოუდგენ ამ მრჩეველს ეს მუშავს ანუ სხვადასხვა წინა გადაცემაზეც თქვი და გავიმეორებ რომ ვიღაცებს მოუწიათ ამის აღიარება ჯერ ის ხალხი ვინც ოპოზიციაში იყო და ჯერ მოდი ბოიკოტი მერე გამოვიწვიოთ სანქციები მერე გამოვიწვიოთ ამათ იზოლირება და მერე რაღაც წარმატებას მივაღწევთ ეს პროცესი რომ წავიდა და ეს ყველაფერი ესე რომ არ მოხდა შემდეგ აღიარეს რომ არა აი ამან იმუშავა იმიტომ რომ ადამიანების უმრავლესობა დარწმუნდა იმ თავარი შტრიხების სისწორეში რომელსაც შენ ეუბნები რომ სამყარო დღეს სხვანაირია დღეს აღარ არის ეს ერთი ჰეგემონია, ერთი პოლუსი ან ორი პოლუსი. დღეს რაღაცა სხვადასხვა ინტერესებია. ყველა ქვეყნები მოქმედებს არსებობს კარგი და ცუდი, მეგობარი და მტერი, ესე კი არ იყოფა. არსებობს ინტერესები. ყველას აქვს თავისი. დღეს ესე იქცევა, ხოლმე სხვანაირად მოიქცევა, ხო?
ყველაზე კარგად ეს ჩანს ამერიკის მაგალითად და როგორც სწორად აღნიშნე, დღეს გახსნილია საინფორმაციო ველი და ყველაფერს ეგრევე იგებ. დღეს ხვდები რომ ამერიკას ყავს პრეზიდენტი, რომელსაც დილით ერთ სიტყვის, შუადღეს მეორეს, საღამოს მესამეს. რიმა რა თქვა, ამითი ხო არ წავალთ. ანუ შედეგებს უნდა შევხედოთ, ხო? როგორ მოქმედებს. დროში უყურებთ თან ამას, ხო? ხო, ნუ ეხა განცხადებიდან განცხადებამდე რა მოხდა, ხო? ხან ზელენსკი ცუდია, ხან ეხა გამოვიდა მისის გენერალი მრჩეველი და არა, თურმე ისა რუსეთი ომს ააგებს ისევ. ხან იგებს, ხან აგებს, ხან ესე ხვდებიან და ამითი მთავარი რაღაცა გაიგო ხალხმა, რომ არა, სამყარო სხვანაირია რა და შენ უნდა იყო უბრალოდ ჭკვიანი და ვითარებაში გადარჩე სხვადასხვანაირად, იმიტომ რომ აქ ყველას აქ თავისი ინტერესი მიდის რაღაც ერთი დიდი რაღაც თამაში, ესე ვთქვათ და თან სად ხარ ტერიტორიულად დააგვირდეს, სულ კონფლიქტებში ხარ, ხო? რომელიც რეალურად პერმანენტულად სულ რაღაცა თითქოს ჩაქრება, სადღაც ისევ განახდება და ხარ აი ამის ეპიცენტრში ხარ ფაქტიურად. მოკლედ რომ დაუბრუნდეთ იმას ჩვენ ვაგრძელებთ ამას დაკვირვებას როგორ მიდის ჩვენი საარჩევნო პროცესი ერთ-ერთი არის პრეზენტაციები იმ რაღაცა მიზნობრივი პოლიტიკების რომელსაც თბილისის მერია მართავს ამის საპირწონედ რასაც ჩვენ ვესწრებით ხოლმე ამის საპირწონედ თუ გაქვს რაღაცა ოპოზიციური ველიდან გარდა აი ამ საოცარი ფორმის პროტესტად მონათლული რაღაცა მარშრუტებისა რამეს ადევნებ თვალს რამე გაჩნდა რამე რაციონალური მარცვალი თანამშრომლობის იმ ხრივ რომ აი რატომ უნდა მისცეს საერთოდ რაღაცა ხმა იმიტომ რომ მე მაქვს ესეთი მოლოდინი რომ ეს ხო მარტივად გამოთვლადია რაც მოხდება ხო რომ ძალიან დაბალი ხმები უნდა აიღოს იმ ოპოზიციამ ვინც არის ამ რაღაც პროტესტებში ჩართული და შესაბამისად ამიტყვია რომ აი შეხედავთ ჩვენ რა დაბალი დაგვიწერეს და როდის რამდენ ხანში მიაბავენ იმას რომ აი ეს დესტრუქციული კამპანია მხოლოდ საბოტაჟს ყიდი შენ პროდუქტად რომ ეს რა თქმა უნდა ხმებს ვერ მოიტანს რანაირად უნდა მიიღო თან რა მოხდა უყურე თავიანთი დაგეგმილი ვთქვათ ამ ღონისძიებები მოდი ესე დავარქვათ რასაც ისინი აკეთებენ პიკი გადალახა ესმის ეს პიკი გადაილახა და რეალურად არჩევნების მილევადია გესმის ახლა თუ აბსოლუტურად ობიექტურად უყურებ ამას რა არა როგორც ოცნების წარმომადგენელი ვთქვა და გამოდივარ და როგორც მაყურებელი უყურებ ეს პიკმა გაიარა და ეს მილევადია უკვე და აგერ გიახლოვდება არჩევნები და ბუნებრივია ამ არჩევნებს ხვდები მილევად სიტუაციაში გესმის და ამიტომ ხო გესმის მე არჩევნების მეორე თემა არჩევნების ვთქვათ წაგების შემთხვევაში ვთქვათ ოპოზიციის მხრიდან ხო იხო კიდე სხვა პროცესები იწყება და მე ახსენდება და ეს იმას რო ლაპარაკობდა და ესე გავაკეთოთ და ისე ეს ვინ ყოფილა და ხო გესმის მე კიდე უფრო მოხდება აი ამ ხალხის ვთქვათ მათი დონის დაბლა დაწევა მეორე თემაა კიდე უყურე დააკვირდი სხვა შორის ის რომ თქვათ ეს ორი პარტია ოპოზიციური იღებს მონაწილეობას როგორ ფიქრობ რატომ აი რა თქმა უნდა ბევრი იფიქრეს ამაზე და ბოლომდე მივიდნენ აქამდე რომ მაინც უნდა მიიღონ მონაწილეობა იმიტომ რომ ამათ მაიციან რომ ესენი განწირულები არიან გესმის და თვითონ მაინც რაღაცნაირად გადარჩენ ოპოზიციური მიმართულება წაიყვანონ თვითონ და ნუ მომავალში რა იქნება კიდე ღმერთმა იცის ხო გესმის გადარჩენის მიზნით ხდება ეს ყველაფერი თორე რა უნდა ჩაუდგებოდა ისიც სათავეში და ისინი წირბენდნენ ამ შტაბში და უფრო დიდი რაოდენობის ხალხი იქნებოდა ამაში ჩართული თვითონ განერიდენ ამ ფაქტს ხო ეს ის არის რა ქვია ტაქტიკა არის ესეთი მაგრამ შემდეგ ზუსტად მიხდა გესმის რა არის ციგურა აქეთ ხარეს არის უფრო პრაგმატული აზროვნების ხალხი რა გესმის ბოლო ბანკირები არიან გესმის ითვლიან რაღაცებს ვარიანტებს ითვლიან ეს მათი სპეციალობიდან მათი საქმიანობიდან გამომდინარე რაღაც უნარებია რომლითაც გზნობენ ამას რომ ისინი არ ჩაყვებიან მათ ჭაობში არ წავლენ იქითკენ გესმის იმიტომ რომ ჯერ ერთი ბევრი რამე დამოკიდებული არის ამ რუსეთ-უკრაინის ომზე ის შედეგი თუ დაჯდა მოდი ესე ვთქვათ რომ უკრაინამ წააგო ღმერთმა არქანს აი აბსოლუტურად გულწრფელად ვიძახი ამას ნამდვილად არ მინდა
ამ შემთხვევაში კიდევ უფრო გამძაფრდება რაღაცეები, გესმის? იცი რა, მე მგონი თუ ადამიანს ობიექტური უნარი აქვს, ის ხედავს რა ვითარებაც არის. მაგრამ აქ ხდება გამოყენება იმისი, რომ მე ვიქნები სიტყვაზე აქეთაც, მაგრამ აი ჩვენ მოვისმინეთ ახლა ციხიდან გამოსული ლელოს ლიდერების განცხადება, რომ არა ეს პროტესტიც კარგია, ქუჩაში ეს უნდა იყოს. იმიტომ რომ ჩვენ არა, მაგას იმიტომ ამბობენ, რომ ცოტა მოზომილად სიმაშვებია, რატო? იმიტომ რომ მათი ამომრჩევლის უკაცრავად დათრევა უნდა და სხვათა შორის ხაბეიშვილის განცხადებები 4-ში ესე მოხდება და ეს მაწის კულზე, ამაწის კულზე არ ასხავს წყალს. იმიტომ რომ ზუსტად აკეთებს რას, რომ ზღვარსავლებს და თავისი ამომრჩეველი ამით ცდილობს რომ თავისი ამომრჩეველი საერთოდ არ მივიდეს საჩვენებლად. ჩემი აზრით საჩვენებლად. ისინი მიხვდნენ რომ 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებულად გამოცხადება და შემდეგ ბოიკოტი და მანდატების გადაყრა იყო ფატალური შეცდომა. აქედან გამომდინარე ეხლა ცდილობენ აი ამ რაღაცნაირად გამოსწორებულს, მაგრამ გადაფურთხებულს ვეღარ ალოკავ. ესე ადვილად, ამიტომ ეს არის რაღაცნაირად განწრული პროცესი, მაგრამ ანუ საუკეთესო ვერსია, რაც დარჩა არის ეს, რომ ვიღაცები პოლიტიკაში დარჩნენ, ვიღაცებმა გააგრძელონ ქუჩა. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი დღევანდელი ეთერის დრო ამოიწურა, ჩვენ დავბრუნდებით ხუთშაბათს, მანამდე გემშვიდობებით დროებით.